მაცხოვრის აღდგომის სადღესასწაულო ლოცვა აჭარაში ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამის თევით შესრულდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ლოცვა ბათუმ ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრი მაღავლინა და მრევლს აღდგომა მიულოცა. საზეიმო ლიტანიობაში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ. საზეიმო ცერემონია გათენებამდე გაგრძელდა. უმნიშვნელოვანესი დღესასწაული მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს გაერთიანებული იყოს ჩვენი საქართველო და ერთიან საქართველოში გვეცხოვროთ. პირველი ესაა ჩვენი მიზანი და ალბათ უფალი და გვეხმარება ჩვენ ამაში რომ გაერთიანდეთ ჩვენი საქართველო. ქრისტე აღსგან მიულოცავ მთელ საქართველოს უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და უფალი იყოს ფარული მთელი საქართველოს და ყველა ქართული ადამიანის. რომ არ ყოფილიყო აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, ფუჭი იქნებოდა, ამაო იქნებოდა ჩვენი სარწმუნოება. იმიტომ რომ ეს არის დღესასწაულთა შორის, გამორჩეული დღესასწაული. ყველაფერი არის აღდგომასთან დაკავშირებული. ამას მთელი კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ელოდა. საუკუნეების მანძილზე ელოდა ამ დღეს, შერიგების დღეს, შერიგებისა ცასა და დედამიწას შორის.